Totuși ახალი კი არ არის ნიკას დაჭერა უკვე მიეჩვიეთ რომ ხშირად აკავებს ქართული ოცნება თუმცა აი ამ ფორმით გატაცებაზე რა ნიკას პლუსი ყველაფერთან ერთად ის არის რომ მშობლები მოგვამზადა ამ დაჭერისთვის ფაქტიურად ველოდი დაჭერას და მით უმეტეს როდესაც კაცი დინების წინააღმდეგ მიდის იმას ყოველთვის წინააღმდეგობა ექნება მაგრამ ეხლა ამ სიტუაციაში, როდესაც კაცი მიდიოდა გადაცემაზე და დაესიენ თავს და გაიტაცეს, ეს არ არის დაპატიმრება, ეს არის გატაცება. ჯერ კიდევ 12 საათი არ არის გასული. მერე და არა. და არამოწურულა. არამოწურულა. თანაც ხვალ იყო სასამართლო პროცესი დანიშნული. მართალია, ნიკა ამბობდა, რომ მე არ მივალ სასამართლო პროცესზე, მაგრამ დაველოდები იქ, სადაც მაგათ გავაფრთხილებ. რა საჭირო იყო, მაგრამ ძალა უნდა აჩვენონ. ძალას კი არა, სისუსტეს აჩვენებენ ესენი. ასე არ შეიძლება. ზურა გირჩი ჯაფარიძე დააკავეს. სამართლო იყო ხალხს როგორ მოექცნენ და ნიკამ ეს რომ ნახა თქვა რომ მე არ მივალ და ხალხს არ გავაწვალებ რა უნდათ მითხარით რა გითხრათ ნიკამ დაკავებამდე არ უხარეთ აი რატო არ გადაიხადა გირავ ისა რას ფიქრობ თქვენ უნდა გადაეხადა ეს გირავ ეხლა ამდენი წლის ექიმი ვარ და არ გამიჭირდებოდა მე ნიკასთვის გირავს გადახდა მაგრამ სასტიკად ამიგრძალა და არც მე ვაკადრე ნიკას რომ ნიკა დათმე თუ პოლიტიკოსია და იტყვის სიტყვას ის ბოლომდე უნდა შეასრულოს და ნიკა ასეთი არის რა ვიცი ნახოთ ვიღობთ ეხლა მაინც ნერვიულობთ ალბათ ბუნებრივია თქვენ შულს ცოტა ხანი მაინც მინიმუმ მოუწევს ალბათ ეხლა ბემზა მოვიდა ქალიშვილი და უნდა წავსულიყავით ყველანი ნიკასთან ხოჭტარიაზე და უკვე გამოვდიოდი და ეკამიშველაძე ნიკა დაიჭირესო და სახტად დამჭი გამოსამშვიდობლად მოვდიოდით ხოჭტარიაზე რომ გადამეკოცნა გამემხნევებინა რაღაც ის არის და ეს სასაულია რაც გააკეთეს ბავშვი შემეცოდა ძალიან რა სანდრო რა თქვა სანდრო სანდრო მაგარი კი მაგრამ ხვალ უნდა დაეჭირათო და დღეს რატომ დაეჭირეს გავყვიდა მაგრამ მადლობა ძალიან დიდი მადლობა